საღამო მშვიდობის. Თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ორი გზა. თუ რატომ დავარქვი ასე, რა თქმა უნდა თქვენ გადაცემის მსვლელობისას მიხვდებით. ამ ბოლო პერიოდში უაღრესად გამწვავდა საქართველოს დამოკიდებულება დასავლეთთან, ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მართალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება სიტუაცია, მაგრამ ზოგადად დასავლეთთან სიტუაცია რომ უაღრესად დაძაბულია, ეს ფაქტია. ამას მხოლოდ სუბიექტური ვითარება არ განაპირობებს. შესაძლებელია აქ იყოს სუბიექტური მომენტებიც, მაგრამ ძირითადად ეს ობიექტურობით არის გამოწვეული. ამას ობიექტური მიზეზები გააჩნია. შეუძლებელი იყოს საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა ამით არ დამთავრებულიყო. ეს გამორიცხული იყო იმ თავით. მაგრამ ამას ძალიან ცოტა ვინმე თუ ხედავდა საქართველოში მაშინ. მაშინ კი არა. დიდი უმრავლესობა დღესაც ვერ ხედავს და დღესაც ვერ ხვდება თუ რა სიტუაციაა. რა ურთიერთობებია, რა დამოკიდებულებებია, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია და რაზე დგას ის ყველაფერი, რასაც საქართველოს ურთიერთობა ქვია დასავლეთის ქვეყნებთან და დასავლურ სტრუქტურებთან. აი ამ ბოლო პერიოდში, 2 დღის წინ, მოხდა ისე, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვა ქართულმა დელეგაციამ. რატომ მოხდა ეს? რა უძღოდა ამას წინ და რამ განაპირობა ეს? ან როგორი იყო მოლოდინები და სად გადიოდა წითელი ხაზი? რა იყო ის, რაც ქართული დელეგაციისთვის და საქართველოსთვის, საქართველოს მმართველი პარტიისა და მთავრობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. იმდენად მიუღებელი, რომ მოუწიათ ამ ასამბლეის დატოვება. ნახოთ, სად გადიოდა წითელი ხაზი, რის დაშვებას, რას არ დაუშვებდა ქართული დელეგაცია და საქართველოს ასამბლეის იმ მსჯელობაში, რომელიც საქართველოს ეხებოდა. ასეთი იყო პოზიცია, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა გამოხატა სტრასბურგში. არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, არავითარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ იგეგმება და რომ ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე როგორც თანამშრომლობდით თითქმის 3 წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით არ დაეთანხმება და არ შეეგუება. აბსოლუტურად ნათელია პოზიცია. რა თქმა უნდა, დიქტატს, კარნახს, საშინაო საქმეებში ჩარევას არ დაუშვებდა საქართველოს ხელისუფლება, ასეთი განწყობით იყო წასული, ასეთი განწყობით გაუშვეს ეს დელეგაცია საქართველოდან და ეს სავსებით ბუნებრივი და სწორი მოვლენა გახლავთ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს დელეგაცია და ქართული სახელმწიფოც როგორც ჩანს თვლიდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ მოიქცეოდა ისე, რომ საქმე უკიდურესად გამწვავებული იყო. თვლიდა იმიტომ, რომ მათ თავიანთი სათქმელი ჰქონდათ, თავიანთი არგუმენტაცია ჰქონდათ და ვერც კი წარმოედგინათ, რომ ეს არგუმენტაცია აბსოლუტურად არაფრის მაქნისი აღმოჩნდებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ნახოთ, რას ამბობდა ჯერ კიდევ ამ შეხვედრამდე, ამ გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნა მიღებული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ბატონი მიქანაძე. რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის. სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის უპრეცედენტო მობილიზაცია მათი. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე და ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული
ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე 3 თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით. ეს მსჯელობაც ალბათ გამართლებულია და სწორია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც დეპუტატები არიან წარმოდგენილი, გონიერი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანები არიან წარმოდგენილი, არ გაჭრას არგუმენტმა, არ გაჭრას ფაქტებმა, არ გაჭრას მტკიცებულებებმა, რა ეს მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო და ეთყობა ვერც წარმოედგინა ჩვენს დელეგაციას. ახლა პარალელურად მუშაობდა ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც ოპოზიციას, პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ დასავლეთის მეხუთე კოლონას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ისინი წარმოადგენენ დასავლეთის აგენტურას და ისინი მთელი არსებით, მთელი ძალისხმევით მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ. აი რა მიზანი ჰქონდათ მათ დასახული. ჩვენი ამოცანა არის, რომ უბრალოდ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამოსავალთა მიმართებაში, რომელიც არის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ეს არის ის საკვიატებული ფრაზა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ამ დროს ხელახალი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია, იმიტომ რომ არავითარი იურიდიული არგუმენტი იმისათვის, რომ ასეთი რამე მოხდეს, ბუნებაში არ არსებობს, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებს, იქაც ყველა მტკიცებულება არსებობს იმისათვის, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით კი არ არიან დაკავებულნი, არამედ დაკავებულნი არიან ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის გამო. ზოგს მეტად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც დანაშაულს ჩაიდენ, ის უკვე აღარ არის პოლიტიკური ამბავი. ის სხვანაირ კვალიფიკაციას იძენს და ასე ხდება ამ შემთხვევაში საქართველოშიც. ახლა ვნახოთ თვითონ ამ ასამბლეის, აი ევროდეპუტატების განწყობილება როგორი იყო. მე მოგასვენებთ ერთ-ერთი მათგანის მსჯელობას, რომელიც როგორ ჩანს მთლიანად ამ ორგანიზაციას მოიცავდა. საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული პარლამენტია და მხოლოდ ქართული ოცნებითაა წარმოდგენილი. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, რომ მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ. დიახ, აი ასეთი არის ეს განწყობილება, რომელიც არ ცნობს არგუმენტს, არ ცნობს ფაქტებს და რაც მთავარია, ბრალდება, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, აბსოლუტურად არასწორი ბრალდებაა და ყურით მოთრეულია. პარლამენტი არ შეიძლება იყოს ერთპარტიული, თუ კი არჩევნები არ იყო ერთპარტიული. საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. ამის შემდეგ ის პარტიები, რომლებმაც გარკვეული ხმები მოაგროვეს და გარკვეული რაოდენობა მანდატებისა მიიღეს, თუ კი პროვოკაციულად დაგეგმავენ, რომ პარლამენტში არ შევიდნენ, ამას გამოაცხადებენ და დატოვებენ იქ მხოლოდ ერთ პარტიას. ეს არ არის იმ ერთი პარტიის ბრალი და ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი. ეს არის პროვოკაციის შედეგი. თავარი ის კი არ არის პარლამენტში რამდენი პარტია იქნება წარმოდგენილი, მთავარი ის არის ჩატარდა თუ არა მრავალპარტიული არჩევნები. საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ამიტომ ეს ბრალდება, რომელიც ამ დეპუტატმა წარმოადგინა, აქ არის სრულიად უადგილო. აი ამის შემდეგ უკვე ვნახოთ, როგორ წარიმართა მოვლენები და რა განაცხადა ქალბატონმა წულუკიანმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მართლაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი თქვენი თვალითაც ნახეთ, პირველ რიგში კი ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ.
ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43 წევრმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება რამდენიმე წუთის წინ საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი. აი ასეთი ფაქტი მოხდა. საპარლამენტო უფლებამოსილება ცნობილი იქნა, ლეგიტიმაცია ცნობილი იქნა და ეს არის მიღწევა, რომელიც მოხდა სტრასბურგში. სხვათა შორის ანალოგიური რამ მოხდა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტარეშმა მოულოცა საქართველოს პრეზიდენტს ყაველაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს კობახიძეს. მოულოცა ეს მოლოცვა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის და აღიარების შემადგენელი ნაწილია. ლეგიტიმაცია გარედან არ მოდის, ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნიდან მოდის, ეს არის ქართველი ხალხის ნება და მას წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ აღიარება ეს უკვე სხვა საკითხია და როგორც ხედავთ, ეს აღიარებაც თანდათანობით მოდის. აგერ გაეროს გენერალური მდივნის აღიარება, აგერ თუ გნებავთ ევროსაბჭოს აღიარება, მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები ისევ სხვაგვარად წარიმართა, რასაც მოყვა უკვე ისეთი რამ, რაც ძნელად წარმოსადგენია თითოეული ჩვენგანისათვის. ნახოთ ეს სიუჟეტი. Идите нахуй, идиоты! როგორ უნდა გამომეხატა ერთი სიტყვით მოკლედ ლაკონურად და თუ გნებავთ მხატვრულად ის რაც ევროსაბჭოში ამ საპარლამენტო ასამბლეაზე მოხდა. ბატონ გრიშა ონიანის ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა გამონათქვამი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გამოვიყენე ამისათვის ჩვენ ევროპელებმა პრაქტიკულად აი ეს პასუხი გავცეს. ჩვენ გვითხრეს ის, რაც ბატონმა გრიშამ თქვა იმ გადაცემაში. თუ მოკლედ და სახალხოდ ვიტყვით, ეს ასეა, თუ უფრო ცლად პოლიტიკურად და კულტურულად ვიტყვით, ამასაც მოვისმენთ ამ გადაცემაში. თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ის პასუხი, რაც ქართულმა დელეგაციამ გასცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და არა მარტო ქართულმა დელეგაციამ, ეს რა თქმა უნდა შეთანხმებული იყო მმართველ პარტიასთან და რა კი მმართველ პარტიასთან იყო შეთანხმებული იყო საპარლამენტო უმრავლესობასთან და შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან. ანუ ეს იყო პასუხი საქართველოს მხრიდან. როგორც გითხარით, ეს არის პოლიტიკური, კულტურული და ცივილიზებული პასუხი. დემარში, რომ მიუღებელია კარნახი, მიუღებელია ძალადობა და მიუღებელია უსამართლობა. ეს პოლიტიკურ ენაზე, მაგრამ აი სახალხო ენაზე ეს პასუხი დაახლოებით იგივე პასუხი იყო, რაც ჩვენ გვითხრეს ამ საპარლამენტო დელეგაციაზე და რომელიც ბატონ გრიშა ონიანის პირით გახმოვანდა. ჩვენი პასუხიც დაახლოებით ანალოგიური იყო. Идите нахуй, идиоты! პოდიშвихти ამ გამონათქვამის გამო, მაგრამ ეს გამონათქვამი ძალიან კარგად აღნიშნავს იმას, თუ რა ვითარება გვაქვს
ევროპასთან და ზოგადად დასავლეთთან. აი ასეთი ვითარება გვაქვს. ვაღიარებთ ამას თუ არ ვაღიარებთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალობა ეს არის იმათაც ამ 300-ზე გაგვიშვეს რუსული გამოთქმით და ჩვენც იგივე გავაკეთეთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. სხვა გზა არ დაგვიტოვეს, მაგრამ ჩვენმა დელეგაციამ ხიდები, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ დაწვა. მიგვაჩნია, რომ იქამდე სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირია, ასევე მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. ძალიან ზუსტად ლაკონურად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი ის, რაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით უნდა თქმულიყო. ყველაფერი შესანიშნავად არის ნათქვამი. მაგრამ ერთია ნათქვამი, მეორეა როგორ შეაფასებს ამას ქართველი ხალხი, როგორ მიიღებს, როგორ გაიგებს, როგორ აღიქვამს. ეს იმაზეც არის დამოკიდებული თუ როგორ მიაწვდიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ამ მოვლენას ხალხს, მაგრამ იმაზეც არის დამოკიდებული თუ როგორ იქნება ხალხის განწყობა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. მე თქვენ ჩემს მოსაზრებას რომ არ დავეყო ამ საკითხში, მინდა გაგაცნოთ ერთი განცხადება, ეს არის სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს განცხადება, რომელიც ამ საკითხს ეხება და სადაც ჩემი ღრმარწმენით ძალიან სწორი პოზიციაა ჩამოყალიბებული, ისეთი პოზიცია, რომელიც შეიძლება სრულიად საქართველოს გამოადგება აი ამ მოვლენის შესაფასებლად. ნაშასი. სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს განცხადება. საქართველოს მიერ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დატოვება უაღრესად დიდი მნიშვნელობის ფაქტია. ამიტომ ქართველმა ხალხმა მას პირუთნელი შეფასება უნდა მისცეს. ქართული დელეგაციის დემარში გამოიწვია ასამბლეის გადაწყვეტილებაში ჩადებულმა დათქმამ აპრილამდე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. დელეგაციამ ევროპას აღიარებინა, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურია. ამ აღიარებას ასამბლეა ვერსად გაექცევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მათი გადაწყვეტილებით პარლამენტი აპრილამდე ლეგიტიმური იქნება და აპრილის შემდეგ ლეგიტიმაციას დაკარგავს, რაც რა თქმა უნდა აბსურდია. ლეგიტიმაცია ობიექტურ რეალობაზეა დამოკიდებული და არა სუბიექტურ აღიარებაზე. ასამბლეის გადაწყვეტილებაში ჩადებული ეს დათქმა სხვა არაფერია, თუ არა იძულება, თუ არა საშინაო საქმეებში ჩარევა, თუ არა სუვერენიტეტის ხელყოფა. ეს დათქმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასაც და საღ აზრსაც. სამეგრელოს უხუცესთა საბჭო საქართველოს დელეგაციას ულოცავს ასამბლეის მიერ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას. ამასთანავე იწონებს ქართული მხარის გადაწყვეტილებას ასამბლეის დატოვების შესახებ, როგორც ღირსებით ნაკარნახებს. მით უმეტეს, რომ იგი ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ერთი დათქმით იქნა მიღებული. ევროპის საპარლამენტო ასამბლეა თუ შეცვლის მის ქედმაღლურ და უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, საქართველო მზად არის თანამშრომლობისთვის.
სამეგრელოს უხუცესთა საბჭომ ხარს უჭერს ევროპასთან თანამშრომლობას მხოლოდ თანაბარ უფლებიანობისა და პარტნიორობის პირობებში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უფროსისა და ხელქვეითის ვითარებაში. განცხადებას ხელს აწერს სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ფრიდონ ინჯია. Აი ასეთი გახლავთ ეს დამოკიდებულება, რომელსაც რა თქმა უნდა მეც უერთდები და ვიზიარებ და ასევე ვაფასებ, როგორც აქ არის შეფასებული. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც ღირსებით იყო ნაკარნახები და რომელსაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეიქმნა, ალტერნატივა არ ქონდა. ახლა ჩვენ რაკი აღიარების საკითხს შევეხეთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების აღიარების საკითხს და ვნახეთ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღიარა, ვნახეთ რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა აღიარა და ვნახოთ კიდევ ერთი აღიარება, რომლის შესახებაც ახლა სიუჟეტს მოისმენთ. ნატოში კი ყველაფერი გაცილებით მარტივად და ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად მითხრა, რომ მოკლე პასუხი კითხვაზე ვხედავთ თუ არა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არის კი. ოფიციალურად ბევრს არაფერს ვამბობ, თუმცა თუ კი სამიტის მსგავს ღონისძიებაზე მოგვიწევს პრეზიდენტის დაპატიჟება, სწორედ ყაველაშვილს მოვიწვევთო, ეს ამონარიდია სტატიიდან, რომელიც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გამოაქვეყნა და რომელიც ნათლად აღწერს განწყობებს, რომელიც სინამდვილეშია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მაშასე როგორც თავისუფლების ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი ჩინის წარმომადგენელი გვეუბნება, თურმე ნატოშიც ასეთი განწყობილებებია. თურმე ნატოც აღიარებს საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს როგორც პრეზიდენტს და როდესაც დადგება საკითხი მასთან შეხვედრის შესახებ, რა თქმა უნდა, მას მიიწვევენ. ესე იგი აღიარების საკითხი აბსოლუტურად გადაწყვეტილია და ამით სპეკულაცია უკვე აზრს კარგავს. ეხლა მე მინდა გადავიდე ბატონ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამ მოვლენებთან და არა მარტო ამ მოვლენებთან დაკავშირებით და წარმოგიდგინოთ პირველი სიუჟეტი. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს. და ამის მორიგი გამოხატულება ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ და უსამართლობაზე მეტად ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთ რაღაც გააკეთეს, ანუ დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები. და იქვე განაცხადეს, რომ აპრილამდე თუ არ ჩატარდება, ასე ვთქვათ, არჩევნები, გაუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის რა, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, რატომ? იმიტომ რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარება ევროპულ ბიუროკრატიაში. თუმცა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. აი გასგარდა სიტყვები, რომ მძიმე ვითარებაა შექმნილი ევროპაში ბიუროკრატიის თვალსაზრისით, უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. აქ გასგარდა სიტყვა უსამართლობა, საქართველოს მიმართ ჩადენილი დიდი უსამართლობა, რომელიც იკადრეს ევროპაში ჩვენ და სამწუხაროდ. და ეს ყველაფერი ჩვენ მოვისმინეთ. მე უკვე ვთქვი, რომ დელეგაციის გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დელეგაციის პირით გაკმაონდა, რა თქმა უნდა, მთელი მმართველი პარტია, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს მეთქი და თქვენ ახლა ნახეთ და კიდევ ნახავთ, რომ ეს მართლაც ასეა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეატროლოგიანმა დელეგაციის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ასეთია გადაწყვეტილება, მაგრამ მე წეღან ვახსენე ხიდების დაწვა და ვთქვი, რომ დელეგაციას ხიდები არ დაუწვავს, რა თქმა უნდა, დელეგაცია მოქმედებდა მთავრობასთან და მმართველ პარტიასთან შეთანხმებით და ამასაც დაგვიმოწვევს ახლა ბატონი კობახიძე.
თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ დაბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ასეთ ვითარებაში, რასაც ხეს ხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ესე იგი დაბრუნება გამორიცხული არ არის, თუ კი ისინი შეცვლიან დამოკიდებულებას. შეცვლიან თავიანთ აბსურდულ მდგომარეობაში დგომის რაღაცა გაუგებარ სურვილს და საქართველოსკენ მოიხედავენ ისე, როგორც უნდა გვიყურებდნენ, როგორც პარტნიორისკენ, ვისთანაც თანამშრომლობის სურვილი აქვს. ასეთ შემთხვევაში ხიდები დამწვარი არ არის და მიბრუნება შესაძლებელია, მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ეს ასამბლეა? ამასთან დაკავშირებითაც საინტერესოა ბატონ კობახიძის აზრი. პირველ რიგში აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი, ხო? თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე 10-ჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ამაშიც უნდა დავეთანხმოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეა თუ ისეა, მაღალი მნიშვნელობის არის თუ შედარებით მეორე ხარისხოვანია თვითონ ეს ასამბლეა. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ის ევროპაა. და ეს განწყობილება, რომელიც ამ ასამბლეაზე გამჟღავდა ჩვენს მიმართ, გაუმჟღავნებიათ სხვა სტრუქტურებსაც. ზოგადად ევროპული დამოკიდებულება არის აი ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება. მე ვიტყოდი თავხედური დამოკიდებულება. მე ვიტყოდი მხოლოდ ცალმხრივად ყურება მათი ინტერესები და არაფერი სხვა, საქართველოს ინტერესების სრული იგნორირება. ეს უკვე ტენდენცია ევროპული და არა მარტო ევროპული, არამედ დასავლური ტენდენცია. აი ამიტომ აქ შესაძლებელია ბატონ კობახიძესთან გარკვეული დავა და პოლემიკა გქონდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. აი როგორ განაგრძო მან შემდგომ შეელობა. ევროსაბჭოს წევრად ბუნებრივი არჩევა ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ხედავთ მუშაობისას, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. მე ვთქვი, რომ აი აქ შესაძლებელია გარკვეული პოლემიკა გქონდეს ბატონ კობახიძესთან მეთქი, იმიტომ რომ ეს დიფერენცირება ამ სტრუქტურებისა არ არის სწორი. ეს გარკვეული თავის მართლების სურვილით არის თითქოს. ეს არის გამჟღავნება იმისა, რომ კი წამოხვედი საიდანღაც, კი გადაარჩინეს საკუთარი ღირსება და ქართული ხალხის ღირსება, მაგრამ მთლად ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული იმაში, რას აკეთებ. არ გსურს ბოლომდე გაწყვეტა ურთიერთობებისა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ასეთი სიტუაცია შეგვიქმნეს ევროპელებმა. ჩვენ მათთან ურთიერთობას უნდა ვწყვეტდეთ, მაგრამ აი ეს საქართველოს თავრობას და მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს. ახლა მოვისმინოთ ბატონ კობახიძის აზრი ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც იქ მოქმედებდა და მოღვაწეობდა, რა თქმა უნდა, წინ წლებში. თქვენ ხედავთ, რასაც აკეთებდნენ, დადიოდნენ ტერეფნებში და მუშაობდნენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაცია არ დამტკიცებულიყო, ამ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება დათქმებით დელეგაციის დამტკიცების თაობაზე, რისთვისაც ისინი აქტიურად მუშაობდნენ. გასაგებია, ისინი ასე იმუშავებენ, იმიტომ რომ ისინი სხვისი კარნახით, გარედან კარნახით მოქმედებენ, სხვისი დაფინანსებით მოქმედებენ, სხვის ინტერესებს ემსახურებიან საქართველოს ინტერესების საზიანოდ. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ რატომ არ გვინდა ეს ბოლომდე გავაცნობიეროთ და ევროპა თუ კოლექტიური დასავლეთია, ყველას ერთად უთხრათ, რომ თქვენ მეგობრებო, ჩვენთან ძალიან შეგეშალათ, არასწორად იქცეოდით მთელი 30-35 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ჩვენ ამის პასუხად თქვენ გეუბნებით, რომ აღარ გენდობით და ვწყვეტთ ურთიერთობასო. არა, საკითხს ასე
არ ვაყენებთ. შესაძლებელია ეს გარკვეული დიპლომატია, გარკვეული პოლიტიკა, ან შესაძლებელია ამის უკან რაღაცის იმედი ჩანდეს. რა არის ეს იმედი? რა ეიმედება საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთში? ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვაქვს სურვილი გადავტვირთოთ თვისებრივად ჩვენი პარტნიორობა და ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქმეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და ორივე მხარემ, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს თუ რა ხელშესახების შედეგები მოაქვს სტრატეგიულ პარტნიორობას. აი, ეს არის ის, რაც ეიმედებათ. რამდენად სწორია ეს იმედი, რამდენად საფუძვლიანია, რამდენად არგუმენტირებულია, ეს სხვა საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად არის ეს არგუმენტირებული, მაგრამ ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვალა, ახალმა პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა განაცხადა მთელი რიგი საკითხების გამო, რომ ახლებური მიდგომა იქნება სრულიად და ბევრი რამ მართლაც ასე ჩანს, მაგრამ მე მაინც და მაინც არ მეიმედება არც ამერიკელებთან და არც ევროპელებთან ჩვენი დამოკიდებულების ისე გადატვირთვა, როგორც ეს ჩვენს მთავრობას და მმართველ პარტიას წარმოუდგენია. ახლა მინდა ბატონ კობახიძისგან მოვისმინოთ ის თუ რა მდგომარეობა გქონდა ჩვენ, მაშინ როდესაც თავი მიგვაჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და ეს ქვეყანაც მიგვაჩნდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ ფურცელზე გქონდა წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც არ მოქონდა არავითარი რაიმე ხელშესახები შედეგი და ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ სურს განახლება სტრატეგიული პარტნიორობის და უფრო მეტიც ამბობთ, რომ ეს პარტნიორობა უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ შედეგებთან, როგორც ერთი, ასე მეორე ქვეყნისთვის. იმ დროს, როდესაც ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, იმ დროს, როდესაც გვეგონა, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით ერთმანეთისა და ასე განვიხილავდით ერთმანეთს, თურმე ყველაფერი ქაღალდზე არსებულა, მაგრამ რეალობაში არაფერი არ არსებულა, აგერ აღიარება ეხლა აი ამ წუთს თქვენ მოისმინეთ და ეს რომ არ მოგესმინათ თქვენ ისედაც იცით, რომ ეს ასე იყო, არავითარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენ არ ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც ბატონმა კობახიძემ თქვა, ეს მხოლოდ ქაღალდზე იყო, მხოლოდ ვიღაცის მოსატყუებლად და ვიღაცისთვის თვალების ასახვევად გაიძახოდნენ ამ სიტყვას. რა გარანტიაა, რომ მომავალში შეიცვლება რამე? მხოლოდ ის, რომ იქ პრეზიდენტი შეიცვალა, იქ პრეზიდენტები შეცვლილან, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ის ჩაკირული, ეგრეთ წოდებული სიღრმისეული სახელმწიფო არსად არ წასულა. ის მიდრეკილებები და მისწრაფებები, რაც ამ სახელმწიფოს გააჩნია მთელ მსოფლიოში, არსად არ წასულა და არც ტრამპის დროს წავა არსად, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ გაცხადებულ სურვილს იმასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებითაც, მსოფლიო წესრიგის დღეს არსებული უკვე დანგრეული, მაგრამ მაინც იურიდიულად არსებული მსოფლიო წესრიგის მიხედვითაც ყოველად მიუღებელი რამ შემოერთება მეზობელი სახელმწიფოსი, შემოერთება სხვა სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე დიდი კუნძულისა, შემოერთება არხისა, რომელიც ასევე უზარმაზარი მნიშვნელობის არის მსოფლიოსათვის, მთელი მსოფლიოსათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი რამ არის იურიდიულად გაუმართლებელი და აქედან გამომდინარე იმ იმედების აგება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აგებს, თლად ბოლომდე გამართლებულიც არ არის და რა თქმა უნდა არგუმენტირებულიც არ არის. ახლა იმასთან დაკავშირებით, აი რა მოხდება ამ სიღრმისეულ სახელმწიფოსთან, ანუ როგორც ამერიკელები უძახიან, deep state-თან დაკავშირებით. ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი იმედით შეხვურებს ახალ ადმინისტრაციას და პირველ რიგში ეს იმედები არის დაკავშირებული ძალიან ამბიციურ განაცხადთან, რომელიც უკავშირდება deep state-ის დამარცხებას. თუ კი რაიმე პრობლემები შეიქმნა ამ სოფლიოში, თუ დაირღვა მშვიდობა,
არაერთ ქვეყანაში, თუ ხდება ის, რაც ხდება უკრაინაში, განადგურდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ეს ყველაფერი არის deep state-ის პოლიტიკის შედეგი და დონალდ ტრამპმა ამ კუთხით გააკეთა ძალიან ამბიციური განაცხადი, მან თქვა, რომ ან deep state დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოერევა deep states. ჩვენ რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ მეორე მიმართულებას, იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპი დაამარცხებს deep states. თუკი დონალდ ტრამპი დაამარცხებს deep states, თუკი გლობალური ომის პარტია არსებობას შეწყვეტს, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომები მსოფლიოს მიმართ შეიცვლება და ყველაფერი ხავერდოვანი გახდება, ასეთ შემთხვევაში კი ბატონო საიმედოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს დამარცხებული deep state-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამაგიეროდ გვინახავს მოკლული პრეზიდენტები. და ის პრეზიდენტები გაწირა სწორედ იმ deep state-მა, იმ გლობალური ომის პარტიამ, იმ ჩაკირულმა სიღრმისეულმა სახელმწიფომ, რომელიც ძალიან ძნელი მოსასპობია, რომელთან ბრძოლა არც ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ან თუნდაც იმავე ტრამპს წარმოუდგენია. ამიტომ აქ ძალიან დიდი სიფრთხილე და ძალიან დიდი ზომიერებაა საჭირო. ამიტომ მე მთელი 30 წლის განმავლობაში ჩაგჩიჩინებდით იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი deep state-ით, თავისი გლობალური ომის პარტიით, თავისი უზარმაზარი კორუფციული მექანიზმით და სხვა არის მიუღებელი, არის უზნეო და ჩვენთვის არანაირ პერსპექტივას არ წარმოადგენს მეთქი თქვენ, რა თქმა უნდა, ამას არ იჯერებდით, მე მხედველობაში კონკრეტულად კობახიძე არ მყავს ამ შემთხვევაში, მე მყავს ყველა ის ხელისუფალი საბჭოთა კავშირის დასჯის შემდეგ, ვინც მოსულა საქართველოში, არც ერთი მათგანი ამას არ იჯერებდა, მაგრამ ახლა როგორც ხედავთ, თვითონ ხელისუფლება აღიარებს თუ რა მასშტაბის არის ის სიძნელე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, ის სირთულე, ის სიღრმე პრობლემისა და კი მართალია იმედი არის გამოთქმული, რომ ტრამპი შეძლებს მის დამარცხებას, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს მთლად ბოლომდე დასაჯერებელი არ არის. ახლა იმასთან დაკავშირებითაც თუ რა განცხადება გააკეთა ბატონმა კობახიძემ ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონთან, რომელსაც ძალიან დიდი ალიაქოთი მოყვა თავის დროს. თუ ეს ასე მოხდება, ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ დაეტყობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. დღემდე თავი დამოუკიდებელი ფაქტორი ჩვენ ურთიერთობებში იყო deep state და ეს არაფორმალური გავლენები, ომის პარტია, გლობალური ომის პარტია, თუ გლობალური ომის პარტია დამარცხდება, თუ deep state დამარცხდება, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ ვართ იმედიანად განწყობილი და გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველიც, ასე ვფიქრობ, იმედია რომ გამართლდება ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. კი ბატონო, მე უკვე ვისაუბრე ამ deep state-თან დაკავშირებით და ახლა ის სიუჟეტი მაინტერესებს, სადაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ისაუბრა ბატონმა კობახიძემ. პირდაპირ განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ ამერიკული დაფინანსება, ამერიკელი გადასახადის განახორციელების ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში ვითარების არევას, რევოლუციურ სცენარებს და ასე შემდეგ. თქვენ გახსოვთ დებატები, რაც არემართებოდა გამჭვირვალობის კანონის გარშემო. მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენ ერთ სიფრთხეზე ვაყენებდით დავუშვათ რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, განვიხილავდით უარყოფითად ამერიკულ დაფინანსებას და ასე შემდეგ. რეალურად, რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვამბობდით, ეს ყველაფერი პირდაპირ დაადასტურა იმ სახელმწიფომ, მისი დღევანდელი ხელისუფლების სახით, რომელიც იყო დაფინანსების გამცემი. ანუ პირდაპირ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ, რომ ამერიკელი გადასახადის განახორციელების ფული, ამერიკული ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში და ესა იყო საქართველოშიც, რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას და შესაბამისად კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ გამჭვირვალობის კანონს ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ჩვენ არ ვაჩერებდით ამ კანონით დაფინანსებას, უბრალოდ უზრუნველყოფდით მის გამჭვირვალობას. და რეალურად ტრამპმა გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ გამჭვირვალობის კანონით. არათუ გამჭვირვალობა უზრუნველყო, მან დაფინანსების პირდაპირ გააჩერა ეს დაფინანსება და მთავარი მოტივი იყო სწორედ ეს, რომ არასწორ მიზნებს, ძალიან მანკიერ მიზნებს
ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და 1000 უბედურება, ხო? ანუ არა ერთი და ორია ასეთი ქვეყანა, სადაც სწორედ ამ დაფინანსებამ მოუტანა ქვეყნებს განადგურება, ომი და ძალიან ბევრი პრობლემა. ძალიან ძნელია არ დავეთანხმოთ ამ ნაწილშიც მსჯელობისა, ისი მსჯელობისა ბატონ კობახიძეს, მაგრამ აქაც არის გარკვეული მომენტები, თუ რატომ შეაჩერა ტრამპმა ეს დაფინანსება შესაძლებელია ეს, იმიტომ კი არ მოხდა რომ მას გარე სამყაროსთან ურთიერთობები და ინტერესები არ აქვს. არა, ეს იმიტომ მოხდა რომ ეს იყო უდიდესი კორუფციის წყარო, უზარმაზარი კორუფციის წყარო და ამიტომ შეაჩერა ეს დაფინანსება, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი გამოსწორდა და ამით ყველაფერი დამთავრდება. ნახოთ რა საკეთებდნენ და როგორ იქცეოდნენ ისინი საქართველოში და შესაბამისად რა თქმა უნდა სხვა სახელმწიფოებშიც. გახსოვთ კანვასის ტრენინგები, ხო? როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ატრენინგებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობაში. ამას ხმარდებოდა კონკრეტულად USAID-ის ფული. დღეს კარგია რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვანაირად უყურებს ამ საკითხებს და იმედი გვაქვს რომ ეს მიდგომა დიდი ხნით დარჩება ძალაში. კი ბატონო, მაგრამ კიდევ გავიმეორებ ჯიუტად, რომ ეს ყველაფერი არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ეს ყველაფერი არ არის ის, რამაც კანონის სახე მიიღო, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ გარანტია არავისგან არაფრის არ მიგვეღია. უახლოეს მომავალში ვნახავთ, როგორი იქნება პირადად ტრამპის დამოკიდებულება საქართველოსთან და არა მარტო საქართველოსთან, რა თქმა უნდა. კიდევ ვნახოთ ერთ სიუჟეტი კობახიძის ამ გამოსვლიდან. მინდა შეგახსენოთ ოპოზიცია რას ლაპარაკობდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით 2020 წელს არჩევნების დასრულების შემდეგ, მაშინ თქვენ მოგეხსენებათ, რომ რეალურად გაყალბების შედეგად დაკარგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა იგივე საფოსტო გზავნილების კუთხით, როგორ ტარდებოდა ამერიკული არჩევნები 2020 წელს, რომ ყოფილიყო სუფთად ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ხელმეორედ იქნებოდა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა განსხვავებული მიმართულებით განვითარდა ეს სცენარი და მაშინ მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა ოპოზიცია და ეს არის 4-დან 3 წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტია. მე-4 უბრალოდ მაშინ არ არსებობდა როგორც ოპოზიცია, თორე ისინიც იგივე სიტყვოდნენ ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი ცოტა ხნის წინ Facebook-ზე სოციალ-მედიაში ტრიალებდა შესაბამის განცხადებები. სააკაშვილი, გვარამია, სალომე სამადაშვილი ლელოდან უკიდურესად უხეში შეურაცხყოფელი ფორმებით მოიხსენებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა არქივი არ იშლება. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა მათ არავითარი შანსი არ აქვთ რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ერთადერთი არიან ამერიკელი კუბილიუსის, ჯო ვილსონის იმედზე. ეს არის და ეს, ან მეტი არაფერი რესურსი არ აქვთ. ეს გამოჩნდა ინაუგურაციის დღესაც, იქადნებოდნენ რომ ისინი იყვნენ მიწვეული ინაუგურაციაზე და ესწრებოდნენ ინაუგურაციას, თუმცა ნახეთ რომ მესამე და მეოთხე ოთახებში და ზოგი ოთახშიც ვერ მოხდა, ზოგს უწევდა შენობის გარეთ ტელევიზიით ინაუგურაციის ყურება. იცახლა ბატონმა კობახიძემ ჩამოთვალა ეს ადამიანები იმდენად თახსირი ადამიანები არიან, რომ ისინი არა მარტო აქ იქცევიან ცუდად და არა მარტო საკუთარ სამშობლოს ექცევიან ცუდად, არამედ იმათაც ცუდად ექცევიან, ვისაც ემსახურებიან, მისგანაც ფინანსდებიან და ვის ინტერესებსაც საქართველოში ატარებენ, უბრალოდ ცდილობენ რომ გაატარონ. იმათაც ცუდად ექცევიან. ამის მაგალითი იყო ის ლანძღვა ბატონ ტრამპისა, მას შემდეგ რაც ის ხელისუფლებიდან წავიდა, რაც მეორე ვადით მას არჩევის საშუალება არ მისცეს. თქვენ ეს გინახავთ ხშირად, მაგრამ აი ორი მთავარი წარმომადგენლის დასავლური აგენტურისა საუბარი მოვისმინოთ ტრამპთან დაკავშირებით. ყველა მისის რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს. ბატონ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. ასე გამოდის, იმიტომ რომ
გვეუბნებიან, რომ ეხმარებოდა რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეзинფორმაციული ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. აქ ყოველთვის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში, ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. აი ეს ადამიანები ცდილობენ ახლა როგორმე თავი მოაწონონ ტრამპს, ახალ ადმინისტრაციას ამერიკის შეერთებული შტატებისა, თქვენ იცით რომ წაბრძანებული იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვითომ ინაუგურაციაზე დასასრებად, რა თქმა უნდა, არავინ ისინი ინაუგურაციას არ დაასრულა, სადღაც ტელევიზორში უყურებდნენ, ისევე როგორც ჩვენ უყურებდით აქ საქართველოში დარჩენილები ტელევიზორში და მეტი არაფერი, მაგრამ მათ არ აქვთ არც ღირსება მათ არ აქვთ არც არავის წინაშე მოვალეობის განცდა. ესენი ცხოვრობენ მარტო იმისთვის, რომ ნახონ სადმე რამე სარგებელი. აი ამისთვის მოწადინებული ადამიანები არიან და ვისაც დღეს ემსახურებიან, იმას ხვალ ჩაწიხლავენ, რა თქმა უნდა, იმავე წუთს, როგორც კი იგრძნობენ და მიხვდებიან, რომ აქედან შეიძლება რამე სარგებელი კონდეთ. კიდევ ერთ პატარა სიუჟეტს მოგასვენებთ კობახიძის გამოსვლიდან. ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვართ აბსოლუტურად მოწადინებული რომ გქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. დანარჩენი არის შედასამსახურებო, რა თქმა უნდა აქტიურად მუშაობთ იმისათვის რომ დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული Deep State-ის დამარცხებაზე. როგორც კი საბოლოო დამარცხება Deep State-ი, მაშინვე სრულფასოვნად აღდგება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ვერ ვიტყვი რომ ყოვლის მომცველია ეს მსჯელობა, ვინაიდან მაინც ცალმხრივად არის ყველაფერი დანახული, თუნდაც დამარცხეს ის Deep State-ი, სოფლიოში არსებობენ სხვა ძალები, არსებობენ სხვა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პოლუსები, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვს და ამიტომ ასე მარტივად წარმოდგენა იმისა, რომ როგორც კი Deep State-ი დამარცხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველაფერი გასწორდება და დარეგულირდება, ცოტა გულუბრყვილო და პრიმიტიული წარმოდგენებია ბოდიშვილდი ამ სიტყვებისათვის. ახლა რაც შეეხება ჩვენს გართულებულ მდგომარეობას დასავლეთთან, ევროპასთან და ასე შემდეგ, აი კიდევ ერთი კონკრეტული გამოხატულება ამისა გახლავთ ის, რომ ჩვენს მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, დეპუტატებს, მინისტრებს, მთავრობის წევრებს ჩამოართვეს უვიზო რეჟიმის უფლება, უпростоრად მათ გაუქმეს დიპლომატიური პასპორტები. აი ამასთან დაკავშირებით რას ამბობს ერთ-ერთი წარმომადგენელი ევროპისა, ვინმე კაია კალასი. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ჩვენ ასევე მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათი მისიის მხარდასაჭერად. აი ასეთი გახლავთ ეს დამოკიდებულება, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორი, მიუღებელი, არაკოლეგიალური და ღირსების შემლახავი. მაგრამ ასეთია რეალობა და ახლა ნახოთ როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებას თუნდაც იგივე ბატონი კობახიძე. ბრიუსელის ბიუროკრატია არის უმძიმეს მდგომარეობაში, აბსოლუტურად აკარგული აქვს სუვერენიტეტი. ეს არის რეალურად მათი პრობლემა და ასეთ პირობებში იღებენ ისინი აბსურდულ გადაწყვეტილებებს, რაც არის თავიდან ბოლომდე კონტრპროდუქტიული ბიუროკრატიისთვის. ესეც არის აბსოლუტურად ხიმილის მომგრელი, არის არსებითად სიმბოლური, ეს აღინიშნა კიდე ეს კონკრეტული ადამიანების მხრიდან, არის არსებითად სიმბოლური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, მაგალითად იგივე ჩვენ საჯარო მოსამსახურეებს აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად რა თქმა უნდა გადაადგილდებიან ევროპაში, უბრალოდ რაღაცა უხეში ჟესტით უნდათ თავის გამოჩენა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. ამასაც არავითარი განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს, არც პრაქტიკული კუთხით არ გვაფერხებს, არც სიმბოლური კუთხით არავითარი ნეგატიური დატვირთვა ამას არ აქვს. პირიქით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის უბრალოდ სირცხვილი ევროპული ბიუროკრატიისთვის, მეტი არაფერი. მე როდესაც გარკვეულ კრიტიკულ პოზიციას ვავლენ ბატონ კობახიძის ნათქვამებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვეთანხმები იმ ლოგიკას, რომელსაც ის აყალიბებს. აბსოლუტურად ვეთანხმები, ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ თვითონ პათოსი, სამომავლო პათოსი, იმედი, აი იქ მაქვს
გარკვეული დაეჭვება. საფუძვლიანი დაეჭვება სხვათა შორის, რომ ისე მარტივად არ წავა ყველაფერი, როგორც ბატონ კობახიძის აი ამ პათოსში იკითხება, თორემ დანარჩენს რასაც ამბობს, ის ყველაფერი სწორია. რა თქმა უნდა, ეს არის ევროპის უდიდესი სირცხვილი. აი ეს გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რასაც ახლა ბატონი კობახიძე იტყვის, ეს სირცხვილი გაორმაგდება კიდეც. რატომ, რის გამო გააკეთა ეს ევროპამ? კანონების მიღება არ მიღება და შეცვლა არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი. ნუ აქაც კი აჩვენებენ საკუთარ ძიმე მდგომარეობას, ბიუროკრატიას გულისხმობ. ანუ როდესაც სამართლებრივი საფუძველი არ გაქვს და მაინც უხეშად საფუძვლის გარეშე იღებ რაღაც გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის თითქოს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სამართლებრივი პრინციპების და ნორმების წინააღმდეგ წახვიდე. ნუ დანარჩენი არის ყველაფერი უბრალოდ პოლიტიკური აბსურდი, აბსურდის თეატრი. შესაბამისად, ნუ მაინც საინტერესო არ არის ეს ყველაფერი ჩვენთვის. კანონების მიღების გამო დიპლომატიური პასპორტების გაუქმება. ამაზე მეტი საშინაო საქმეებში ჩარევა რა უნდა იყოს? რას ნიშნავს დიპლომატიური პასპორტების გაუქმება? ესე იგი, ისეთი კანონი იქნა მიღებული, რომლის გამოც ამ ხალხის ნახვაც კი არ გინდა და მათ ევროპაში ჩასვლის უფლებას არ თმევ? ან რა იყო ეს კანონები? ერთი LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ და მეორე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, რომ საქართველოში დასავლეთიდან შემოსული ფინანსები ასე თუ ისე გასაგები ყოფილიყო თუ რაში იხარჯება ქართული ხალხისთვის. აი ამ კანონების გამო შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. სირცხვილია, სწორს ამბობს აბსოლუტურად ბატონი კობახიძე, მაგრამ ბატონი კობახიძე ოდნავ თავს იმშვიდებს, როდესაც აი ახლა იტყვის, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური მხარეა. ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, შეგვიძლია ვიზიტაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ ვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ ყველაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები. აი აქ როგორც გითხარით, ტექნიკური მხარით წარმოდგენა ამ საკითხისა ცოტა გამარტივებას ნიშნავს, ცოტა გაიოლებას ნიშნავს, მაგრამ აქვე მან თქვა ისეთი რამ, რომელიც ამ გამარტივებას და ამ გაიოლებას იქვე გადაუსვამს ხაზს. აი ახლა მოისმენთ, რომ თურმე Deep State მარტო ამერიკაში კი არ ბობოქრობს, კი არ მძვინვარებს, არამედ მას ევროპაშიც ქონია მეტასტაზები. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას, ესეც იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებში Deep State-ის დამარცხებაზე და შესაბამისად ევროკავშირში Deep State-ის მეტასტაზების დამარცხებაზე. ეს თუ ასე მოხდა, ყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები, თუ Deep State-ის გავლენა შენარჩუნდა ასეთი მასშტაბით ევროკავშირში, როგორც არის დღეს, რა თქმა უნდა, სირთულეები დარჩება. იმედი გვაქვს, რომ Deep State-ი ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა გითხრა ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ის Deep State-ი, რომელსაც ტრამპი ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ებრძვის, რა თქმა უნდა, მისი მეტასტაზები ევროპაში ყოფილა, უზარმაზარი ევროპა, წარმოგიდგენიათ, თითქმის მილიარდიანი ევროპა და თუ კი ის მეტასტაზები ევროპას აღრჩობს, ამერიკული Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიისა, ჩვენ რას გვიზამს საქართველოს? ამისგან განთავისუფლება მარტივი რომ არ იქნება ჩვენთვის. ეს ახლა თვითონ თავის პირით არ გითხრა ბატონმა კობახიძემ, გითხრა რა თქმა უნდა. ამიტომ კიდევ ერთი სიუჟეტი. ნუ სანქციები დაბლოკეს კონკრეტულმა ქვეყნებმა და აქედან გამომდინარე რეალური არ არის ამ სანქციების დაწესება. ნუ შესაბამისად არ ვიცი, ეს აბსურდის თეატრი რა თქმა უნდა გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ ასე ვთქვათ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაფუძნების გარეშე, რა თქმა უნდა, ამ ეროვნული ინტერესების დაცვას. არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო თუნდაც ერთი რაიმე ნაბიჯი გადადგეს.
მე არ მიხსენებია, მაგრამ სანქციები თვითონ ბატონმა კობახიძემ ახსენა, სანქციები ეს არის უმძიმესი თემა, ესეც არის დამოკიდებულების მაჩვენებელი, დასავლეთის დამოკიდებულების მაჩვენებელი ჩვენთან, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ამ შემთხვევაში მე მომწონს ეს შეუპოვრობა, რომელიც ისმოდა პრემიერ-მინისტრის პირიდან, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ძნელად მისაღწევი და ძნელად განსახორციელებელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან რთული რამ არის ეს ყველაფერი ერთად აღებული. ახლა ვნახოთ როგორ და რა ფორმებით გვებრძვის დასავლეთი. ამის შესახებ ბატონი კობახიძე მოგვახსენებს ისევ, ოღონდ ელჩებთან დაკავშირებით. თუნდაც ახალისებდა ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი იყვნენ მდუმარე ჩინოვნიკები. მათ შორის მდუმარე ელჩები. თქვენ გახსოვთ 5 დღის განმავლობაში თუნდაც ერთი ელჩის განცხადება, ხო შეიძლებოდა გამოსულიყვნენ დაეგმოთ ძალადობა, ყველაფერი ხო გაჩერდებოდა. მანამდე შეგახსენებთ. ეხლა რო არის საუბარი ამ ყველაფერზე, ხო? რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან, 26 ოქტომბრიდან. მათი დუმილი იყო იმ ძალადობის წახალისება, რომელიც შემდეგ განახორციელა კოლექტიურმა ნაცნობამ, ხო? ამიტომ თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, კონკრეტული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, deep state-ის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში. შესაბამისად, ყველას მინდა მოუწოდო, რომ პატივისცენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართულ ხალხს და თვალში ნაცარს ნუშეახლიან ვერავის. თავისთავად ეს არ მეტყველებს იმაზე თუ რა ფორმებით, რა მასშტაბებით და რა ძალით გვებრძვის დასავლეთი. ყველა მიმართულებით. არაფერს არ ტოვებენ ისე რომ აი ამ ბრძოლაში არ ჩართონ. და აი ისევ ელჩების თემა უკვე უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით. როცა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით და ევროკავშირი გვესაუბრება ჩვენ საარჩევნო პრინციპების დარღვევას და ეს შემდეგ, ხო? ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ამ დროს თქვენ გახსოვთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ელჩის განცხადება, აი მეტრაგლების სიზუსტით ციტატა შემიძლია გავიხსენოთ. თავრობის ქმედებების გამო არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს ხო პირველი ნაწილი და იქვე დაამატა, რომ თუ არ იქნება აქტიურობა არჩევნებზე, ამ შემთხვევაში შეიძლება არასწორი მიმართულებით გაგრძელდეს პროცესებიო. ანუ პირდაპირ გამოდის, ეს მოხდა დაახლოებით 20 ოქტომბერს, პირდაპირ გამოდის ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი და მოუწოდებს ქართულ ხალხს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხარდაჭერისკენ. და ამის მერე ჩვენ გვესაუბრებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები საარჩევნო პრინციპების დარღვევაზე. აქ რაღაც გადასტომა კი არ მოხდა, რაღაცა შეუგნებლა თუ რაღაცა ექსცესი კი არ იყო და ამ შემდეგ პირდაპირ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა ქართულ ხალხს ხარი დაეჭირათ წამებლებისთვის, კვლელებისთვის, კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, თვითონ გამყალბებლებისთვის, ამათვის და მე ისინი გესაუბრებიან საარჩევნო დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ამას ქართული ხალხი არ იყიდის. ქართული ხალხი იყიდეს თუ არ იყიდეს ეს ერთია, მაგრამ უმძიმეს სურათს ხატავთ ბატონო ირაკლი. ძალიან მძიმე სურათს ხატავთ და იცით ცოტა ზიგზაგებით კეთდება ეს. როდესაც ეს ყველაფერი 100-ია, მაშინ ჩვენი პოზიციაც უნდა იყოს უფრო მტკიცე, უფრო გამოკვეთილი და უფრო ასე ვთქვათ თავიდან ბოლომდე თანმიმდევრული. სხვაგვარად ზიგზაგებით მიდგომა აი ამ ავაზაკებთან, ვისაც ქვია დასავლეთი და მათი ჩინოვნიკები, არაფერი გამოგვივა ჩვენ და სამწუხაროდ. აი როგორია მათი რეიტინგი თქვენი აზრით საქართველოში? ეხლა საუბრობენ იმაზე, რომ ელონ მასკი ერევა თურმე ევროპული ქვეყნების არჩევნებში და ოლაფ შოლცმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არის ამაზრზენიო და ასე შემდეგ. რა ამაზრზენზეა საუბარი? შენი ოფიციალური წარმომადგენელი გამოდიოდა ოქტომბრის თვეში და პირდაპირ მოუწოდებდა ქართულ ხალხს ნაცების ხარდაჭერისკენ. რაზეა საუბარი? ეს ყველაფერი აჩვენებს რას, რომ საერთოდ დაკარგული აქვს ფასი ევროპელ ჩინოვნიკებს შორის, ბრიუსელის ჩინოვნიკებს შორის სამართლიანობა, სამართალს. და მე ვუკვირთ, რომ ქართული ხალხის თვალში მუდმივ რეჟიმში ვარდება ევროპელი ჩინოვნიკების, არ ევროკავშირის, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეიტინგი. რა თქმა უნდა, არა მარტო ევროპელი ჩინოვნიკების, არამედ ევროპის
ამერიკის და კოლექტიური დასავლეთის რეიტინგი ქართველი ხალხის თვალში თანდათანობით ნულის ტოლი ხდება, იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურეს. ისინი ასე იქცევიან, ასე და ეს იძლევა შედეგს, რომელიც შესახებაც თქვენ უკვე თქვით. აი კონკრეტულად რა უნდათ მათ? რა უნდა დასავლეთს, რატომ გვებრძვის, რატომ გვავიწროვებს ყოველის მხრიდან? ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა პაპუაშვილმა. მეორე უკრაინა. აი ეს არის საითქენაც უნდა თუ გააქანოთ საქართველო, ხედავთ რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს რომელიღაცა პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ ქონდეთ კიდე ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. სწორია, მიხვდნენ რომ უკრაინაში ომს აგებენ, უკვე წააგეს და რომ გააგრძელონ ეს ბრძოლა სადმე ამისთვის ამზადებენ საქართველოს. განა ამას არ ნიშნავდა თვითმარქვია პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ნახეთ რა შემზარავი განცხადება გაკეთებული მისი მხრიდან. ზურაბიშვილის გზავნილი არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველო როგორც სათამაშო მოედანი გამოიყენოს. სალომე ზურაბიშვილის ამერიკული ვოიაჟის სკანდალით დასრულდა ვაშინგტონში ამერიკული გამოცემა ჰილისთვის მიცემული ინტერვიუ ზურაბიშვილს ძვირად დაუჯდა. ირკვევა, რომ ზურაბიშვილმა შტატებს საკუთარი ქვეყნის სათამაშო მოედნად გამოყენება შესთავაზა. მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატმა ჟურნალისტ ლაურა კელის მოუყვა, რომ სკანდალური მოთხოვნით დონალდ ტრამპს მაშინ მიმართა, როდესაც ის პარიზში ემანუელ მაკრონის წყალობით ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე აღმოჩნდა. ქართული ოპოზიცია ლიდერი შტატებისგან ითხოვს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის საქართველო პოლიტიკური იარაღად და სათამაშო მოედნად აქციოს. არა, სათამაშო მოედნად არა, ეს მოსატყუებლად გამოყენებული სიტყვაა. ბრძოლის ასპარეზად და ომის ასპარეზად უნდა იქნას გამოყენებული საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. აი ეს არის ის შეთავაზება, რომელიც თვითმარქვია პრეზიდენტმა გააკეთა, ვნახოთ გამოიყენებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის ამ შეთავაზებას, მაგრამ ეს შეთავაზება იმდენად შემზარავი იყო, რომ მას ისეთი ოდიოზური პიროვნებაც კი, როგორც გვარამია, გაემიჯნა. არა, ამას არ ქვია სათამაშო მოედანი. არა, დანამდვილებით ეს ტერმინი ჩემთვის ამ კონტექსტში გაუგებარია. გაუგებარია უწოდოთ. თვითონაც ამის გამკეთებელია, მაგრამ საჯაროდ ამის აღიარება არ უნდა. იმდენად მიუღებელია, იმდენად ანტიქართულია, იმდენად მოღალატურია ეს ყველაფერი, რომ გვარამიაც კი ემიჯნება ამას. თუმცა რაღა გვარამია, მთელი ერი და ბერი გაემიჯნა როგორც სიტყვია. აი მაგალითად რას ამბობს სასულიერო პირი. არა ქართველი იყო, ჩამოვიდა წმინდანინო და ქართველებზე ქართველი გახდა. შენ როდესაც გვარით ეხლა ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამაყად უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? ასეთი არის მოკლედ მოვლენების ის ნაწილი, რომლის მოტანას ამ ერთ გადაცემაში მე თქვენთან ვახერხებ. აქ მინდა ოდნავ შეგასვენოთ და შემოგთავაზოთ ფსიქიატრიის რენტგენი. დავიწყოთ მერვე ადგილით, მერვე ადგილზე გასული ვიდეო. იცით, მე უკვე სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ მზიას გარდა ეს დღეები, იმიტომ რომ ეს რაც ხდება, ეს არის ენით აუწერელი ამბავი ჩვენს თავს, ყველას. შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რასაც ვერავინ ჩვენ თავს ვერ ვაპატიებთ და მზიას სიცოცხლე კი არა, ჯანმრთელობა არ ღირს. მე მგონი არავის ხვის კეთილდღეობად კი არა სიცოცხლე. სამწუხაროდ ხალბატონო ირმა, თქვენ მზია ჟურნალისტზე კი არ ფიქრობთ, თქვენ საკუთარ თავზე ფიქრობთ პირველ რიგში. ეს არის მედროვეობა და ეტმასნებით იმ ძალას, რომელიც თქვენი აზრით დაბრუნდება ხელისუფლებაში. თუმცა გეშლებათ, მაგრამ
მარტო ის კი არ არის პრობლემა რომ გეშლებათ, არამედ პრობლემა არის აი ის, რასაც ქვია მედროვეობა. ძალიან ცუდია. მე-7 ადგილზე გასული ვიდეო. ძალას შემთლიანი სამყარო გაძლევს. რწმენა ეჭვისგან განიკურნება. გიყვარს და ართმობს სინათლით სავსეს. ვარსკვლავს სახელად თავისუფლება. მიშა გაუძლებს და გაიმარჯვებს. პირდაპირ დასაბმელად არის გამზადებული ეს კაცი, მაგრამ როგორც ჩანს დამბმელი არ ყავს არავინ. ახლა ნახოთ როგორ იქცევიან ჟურნალისტები. აი ერთი დამახასიათებელი ეპიზოდი. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო. არის ადვოკატად გასაუბრების შესაძლებლობაში. თუ არ მაცილებ საუბარს, ისო თანამდებობაში არის. თავისუფლების ჟურნალისტია, მოდანახა. არ შეიძლება ხალხი არ არის დაგლება. 6 მილიონი ინვესტიცია მიღება. რამდენი შეშებანია ეს საქართველოს ჟურნალისტები თავისუფლები არ არიან დაყრდნობა ამას. ბოლო თვეების განმავლობაში, მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასამართლიანი განცხადებები, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, დაფუძნებული იყო ტყუილზე. შესაბამისად, შეხედეთ როგორ იქცევით თქვენ ორივე. გარედან. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე მაგაზებს თქვენგან განსხვავებით. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალისებდით ძალადობას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელ არ დაგიგმიათ თქვენი კოლეგების მიმართ ძალადობა. თქვენ ხართ ფარისევლები, თქვენ არც ამ ქალბატონის ბედი არ გაღელვებთ, იმიტომ რომ ხართ ფაშისტები და რადიკალები. რამდენიმე კარგი სიტყვა გამოიყენეთ, კარგი იმ გაგებით, რომ ზუსტად ახასიათებს მათ ფაშისტები, ფარისევლები და კიდევ სხვა, მაგრამ გამოგჩათ ერთი მთავარი, შეშლილები არიან. ეს შეშლილობა, ეს უკულტურობის ისეთი დონეა, რომელიც შეშლილობასთან არის ახლოს. მე-5 ადგილზე გასული სიუჟეტი. ენერგია ეტყობა აღარ მიწყობს ხელს და ჩემი გრძელი სანთელი არიცი რა გელის რა გველის რა გელის ანუ გრძნობ რომ ვიღაცას რაღაც ელის ჩვენც ვგრძნობთ ქალბატონო რომ ვიღაცას რაღაცა ელის. მე-4 ადგილზე გასული სიუჟეტი. მინდა მიხეილ ყაველაშვილს მიულოცო პუტინის 1001 უფროსორად მოადგილებ მუშაობის დაწყება. ნუ ახლა გამომდინარე სოფლიოში მიმდინარე მოვლენებით მას ახლა არც დელეგაციაში აწუხებს, არც დელეგაციაში წასვლა შეიძლება, არც ელჩები შეაწუხებს. უსაქმურობის დროს ავიზი ახლა რო იქნება ტყილა კაბინეტში, სადაც მიცემე კაბინეტს, ნარდი, კარტი, ჭადრაკი აგერ ვეულსაც უგზავნი რომ ვეულსაც უგზავნო ჯოკერი ითამაშოს, თუმცა ჭადრაკი რაში დაჭირდება ახლა მაგას შანსი არა ჭადრაკი იცოდეს ახლა ამაზე ministrეო მაგისტრის ზედმეტია აი ამდეს უგზავნი ყველაფერს რომ უსაქმურობის დროს გერთოს რა ამგასთან საუბარს რა თქმა უნდა აზრი არ აქვს, მაგრამ მის ოჯახის წევრებს მინდა მეუმართო. ეს კაცი სახლიდან რომ გადის, თქვენ იმედი გაქვთ რომ უკან დაბრუნდება, უკან მოაგნებს? რა ვიცი. კარგია თუ ეს იმედი გაქვთ. მე-3 ადგილზე გასული ვიდეო. ერთი ეს ცოცხების თემა მე მგონი დაუწმუნდით რომ დადგმული სცენა იყოს. სად არიან გაუპატიურებული ათასობით ქართველი ვაჟკაცები? სად არიან? რატო არ ჩანან კაცო? გუბას ვაითუ გამოჩდნენ. ცოტა ფრთხილად უნდა იყო. მე-2 ადგილზე გასული ვიდეო. ქოც მამაკაცებს მოგმართავთ. ჩვენ მაინც შევალთ ევროპაში. მაინც გაგათხოვებთ და თქვენს ქორწილში სულ საცერით უნდა ვზიდო წყალი. ფრთხილად იყავით ქართული ოცნების მამაკაცები, თორემ გათხოვებას გიპირებთ ეს ქალბატონი. და
და პირველ ადგილზე გასული ვიდეო, რის გამოც ბოდიში ვიხდი, მაგრამ რა კი ფსიქიატრიასთან და მის რენტგენთან, ანუ გაშუქებასთან გვაქვს საქმე, გვერდს ვერ აუვლიდით ამ მასალასაც. შორს არის წასული ეს დაავადება საქართველოში ჩვენ და სამწუხაროდ. დაავადება, რომელიც ფსიქიატრიის საკვლევი თემა გახლავთ. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს გადაცემას, მე მინდა ტრამპის ერთი განცხადება მოგასმენინოთ, რომელიც მან უკრაინასთან და ზელენსკისთან დაკავშირებით გააკეთა, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა და გაიმარჯვებდა. Кандидат в президенты США Дональд Трамп заявляет напрямую, в этом конфликте Украина уже проиграла по вине Зеленского. Но Зеленский никогда не должен был позволить этой войне начаться. Эта война проиграна, заявил Дональд Трамп. ასეთი არის ეს განცხადება, რომელიც ეხება უკრაინას. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, დასასრულს უახლოვდება, მთავრდება ის არა უკრაინის დამარცხებით. ეს გარდაუვალი იყო არაბეთ, დასავლეთის დამარცხებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის და ნატოს დამარცხებით. ეს დღე შორს არ არის. როგორი იქნება გაგრძელებები, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მე მინდა ერთ თემას შევეხო, ეს არის ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ბატონმა ლუკაშენკომ გაიმარჯვა უკვე მეშვიდედ. მართალია, დემოკრატები ამასთან დაკავშირებით მას დიქტატორს უწოდებენ, მაგრამ როდესაც ხალხი პატივცემს პიროვნებას, რომელმაც ეს ქვეყანა გადაარჩინა, რომელმაც ეს ქვეყანა აყვავების გზაზე დააყენა, ასეთ შემთხვევაში მეშვიდედ კი არა, შეიძლება მე-17-დაც გაიმარჯვოს, თუ კი ამისთვის სხვა პირობები იქნება შესაფერისი. ახლა მინდა ერთი განცხადება მოგასმენინოთ. Ни США, ни Евросоюз, ни Великобритания не признают вас легитимным президентом. Это ваше право. Вот. Какие у вас надежды, связанные с новой администрацией США? Надеетесь, что эта ситуация изменится? Если бы я вот сейчас сделал заявление, что я не признаю выборы США и не признаю Трампа, что-нибудь в Америке бы изменилось? Или у вас там в Великобритании Стармер, или как его фамилия? Вот я не признаю Стармера, и что? Что в Великобритании произойдет? Ничего. Точно так у нас ничего не произойдет. Признаете вы там в Евросоюзе, не признаете эти выборы. Ну, это дело вкуса. Это абсолютно, ну, как вы говорите, мне фиолетово. Мне главное, чтобы белорусы признали эти выборы. აი ასეთი იყო ეს განცხადება, რომელიც ბატონმა ლუკაშენკომ გააკეთა და მე მომწონს მისი ეს განცხადება, იმიტომ რომ აქ ზუსტად იმ პირდაპირობით არის ყველაფერი ნათქვამი, რა პირდაპირობასაც საქართველოს მხრიდან ვერ ვხედავ. ამას აქვს თავისი ახსნა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პირდაპირობაა აუცილებელი და ალბათ მოვა ის დრო, როდესაც ჩვენ აქამდე მივალთ. ახლა კიდევ ერთი განცხადება მინდა მოგასმენინოთ ბატონ ლუკაშენკოსი, რას ფიქრობს ის ევროპასთან დაკავშირებით? Тяжелая у вас судьба у Европы, ждите. Вам надо обеспокоиться этим. С приходом Трампа проблемы не в Беларуси будут, в Европе будут проблемы. Они уже у вас начались. Абсолютურად სწორია ეს დამოკიდებულებაც ტრამპის მოსვლის შემდეგ ევროპაში მართლაც მრავალი პრობლემა ჩნდება უკვე, კიდევ გაჩნდება, კიდევ მიემატება ევროპას მართლაც დიდი უბედურებისკენ მიყავს საკუთარი თავი. მე მინდა ბატონ ლუკაშენკოს კიდევ ერთი განცხადება მოგასმენინოთ, ეს არ არის ახალი, ეს არის წინა არჩევნების დროს გაკეთებული, თუმცა მოხდა ისე რომ იგივე ჟურნალისტია BBC-სა, რომელიც თქვენ წინა სიუჟეტში ნახეთ, მისთანაც მას საუბარი აქვს. Как Ангела Меркель обращалась к вам? Интересно, вот как господин президент или господин Лукашенко или Александр Григорьевич? А чего вас это волнует? Господин президент в Беларуси, он же господин Лукашенко. Это интересно. А меня это... Как она? Слушайте,
А мне наплевать на то, что в Евросоюзе вы думаете о президенте Беларуси. Меня избирал не Евросоюз. Вы меня не признаете четверть века. И меня избирает белорусский народ. Поэтому мне важно, как меня воспринимают мой народ. Вы лучше разберитесь, как вы будете с Байденом общаться. Он для вас легитимен или нет? С моей точки зрения, нелегитимен. Вы видели, что происходило на выборах. Даже вы, BBC, CNN, вы показывали, что там творилось. По почте голосовали, мусорку складывали, мусорный ящик, контейнеры эти, бюллетени и так далее. Творились чудеса. Я провожу параллели, чтобы вы поняли, что мне глубоко наплевать на то, что обо мне сегодня думают в Англии или в Соединенных Штатах Америки или Евросоюзе. Ай позиция, ай სიმტკიცე, ай დამოკიდებულება. მაგრამ ეს ციდან არ მოვა. ამას მოპოვება უნდა. ამას წინა პირობები უნდა ისეთი, რომელიც მოგცემს უფლებას, რომ ასე ელაპარაკო მას, ვინც შენ უღირსად გექცევა, ვინც შენ ქედმაღლურად გეპყრობა და გიყურებს. ახლა თქვენ მინდა გთხოვოთ ძვირფასო მაყურებლებო. გადადეთ ყველა საქმე, რასაც პარალელურად აკეთებთ და უფრო ახლოს მოიწიეთ ეკრანთან. ყური მინდა დამიგდოთ. არსებობს ორი გზა. მე მხედველობაში მაქვს რუსეთის დამოკიდებულება მეზობლებთან, პირველ რიგში პოსტსაბჭოთა სივრცესთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. როგორია ეს დამოკიდებულება? არსებობს ორი მიდგომა, ორი მაგალითი. პირველი ეს არის ბელარუსის მაგალითი, როდესაც რუსეთი ხედავს, რომ ესა თუ ის სახელმწიფო მტერი კი არ არის, მოყვარეა. დაპირისპირებული კი არ არის, პარტნიორია. ასეთ შემთხვევაში ის ყველა კარს აღებს იმისათვის, რომ ამ სახელმწიფოში პროცესები წარიმართოს ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. ბელარუსი დღეს არის აყვავებული ქვეყანა. ეკონომიკურად, ფინანსურად, კულტურულად, სხვა პარამეტრებით, დემოგრაფიულად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბელარუსი მას შემდეგ, რაც მან პარტნიორული ურთიერთობები ჩამოაყალიბა რუსეთთან, გახდა ბირთვული სახელმწიფო. და ბელარუსს დღეს უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს. ეს არის რუსეთის დამოკიდებულების ერთი მოდელი. რუსეთის დამოკიდებულების მეორე მოდელი არის უკრაინა. როდესაც რუსეთი ხედავს, რომ ესა თუ ის სახელმწიფო არის მისი მტერი, რომ ესა თუ ის სახელმწიფო არის შეკრული მის მოწინააღმდეგე, მის მტერ სამხედრო ბლოკთან და ქვეყნების დაჯგუფებასთან. ასეთ შემთხვევაში რუსეთი იქცევა ისე, როგორც უკრაინაში მოიქცა, როდესაც მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს. ერთის მხრივ ბელარუსი, მეორეს მხრივ უკრაინა. აი მიდგომები, აი შედეგები. აყვავებული ბელარუსი და მიწასთან გასწორებული და დანგრეული უკრაინა, რომელსაც აღარაფერი ეშველება და აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო ამ პროცესების დაწყებამდე. აი ორი გზა, რაც სათაურად დავარქვი ამ გადაცემას, თქვენს წინაშეა ეს ორი გზა. ქართველი ხალხის წინაშე და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. გნებავთ ერთი გზა აირჩიეთ, გნებავთ მეორე გზა აირჩიეთ, მაგრამ არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ არა მარტო საკუთარი გამოცდილებიდან, თუმცა ესეც საჭიროა, არამედ სხვისი გამოცდილებიდანაც. არც ეს გვაწყენს. ამიტომ მაგალითები, რომელიც ხელთა გვაქვს, ჩვენს წინაშეა, ხელმისაწვდომია და ძნელი დასანახი არ არის. პირდაპირ ჩვენს თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, გვეუბნება, რომ რუსეთთან მტრობას, რუსეთთან მეგობრობას ჯობს. აი ეს იყო ჩემი სათქმელი დღეს ამ გადაცემაში. ახლა კი რა თქმა უნდა, დაველოდები იქნება თუ არა
კარებზე კაკუნი. შემოვა თუ არა ვინმე და მეტყვის თუ არა რომ გადაცემა სპეციალური გამოშვება აიკრძალა. როგორც ხედავთ, დღესაც არ არის კაკუნი, ამიტომ დამშვიდებული ამ ფაქტით, დაგემშვიდობებით და დაგელოდებით მომავალ პარასკევს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.